6-10-ზე დელნოის კონცხის კავლის შემდეგ Destination-ი აღარ არის დაცული წმინდა გიორგის კუნძულის ქარისგან დაცული მხრიდან. ქარი გავყინულ კრაბის ხაფანგებს აფრის მსგავსად იჯერს, რის გამოც ხომალდი მარცხნივ იხრება ან გადახრილია. ამის საწინააღმდეგოდ წარმოვიდგენ, რომ მესაჯე Destination-ს მარჯვენა ბორცზე ქარისა და ტალღების მიმართულებით ატრიალებს. მაგრამ 6-12-ზე მოტრიალების შემდეგ წინა ქარი ხომალდს სიჩქარეს აკლებს და ის 0.9 კვანძამდე ნელდება. ხომალდის ქვეშ არსებული დინება 0.8 კვანძით უკნიდან მოდის. რაც საჯეზე Destination-ი მართვის უნარს კარგავს და ცხვირი ქარში ბოლომდე ტრიალდება, სანამ ხომალდი 6-13-ზე სრულად არ შემოტრიალდება. ტალღები გემბანზე ასხამენ, მაგრამ ყველა სადრენაჟე ღრუ ყინულით არის დაბლოკინი. მესამე სატვირთო განყოფილების შესასვლელი ლუქი ღიაა და წყალი ხომალდში ჩაედინება. გადატვირთული კლაბის ხაფანგები სატყუარა გემბანზე მაღლაა შენახული, მძიმე ყინული გროვდება. ზედა ნაწილში დამძიმებული ხომალდი სტაბილურობას კარგავს. რამდენიმე წუთში ხომალდი გადაბრუნდება და ჩაიძირება.